მოგესალმებით, უკვე ლაივში ვართ, როგორც ხედავ, რამოდენიმე 1 წუთიც ალბათ დაველოდოთ ჩვენს მაყურებელს და დავიწყებთ. გამარჯობათ, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ პირველი შემთხვევა, როდესაც მშობლის კივრი მასპინძლობს ამდენ სპიკერს და მინდა გაგიზიაროთ მიზეზი დღევანდელი ჩვენი, ესე ვთქვათ, შეკრების და ლაივ ჩართვის. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ აუტიზმზე ზოგადად და ამ დღის მნიშვნელობაზე და იმ სერვისებზე, რაც ხელმისაწვდომია აუტისტური სპექტრის მქონე ადამიანებისთვის. დღევანდელ დღეს მშობლის კივრი მასპინძლობს მშობლებს, ვისაც ყავთ აუტისტური სპექტრის მქონე შვილები. დიდი პატივია თქვენთან ერთად დღევანდელი საღამოს გატარება და საუბარი იმ გამოწვევებზე და სერვისებზე, რაც არსებობს დღესდღეობით ჩვენს ქვეყანაში აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. მინდა წარვადგინო ჩვენი სპიკერები, სტუმრები, ბევრი სტუმრის, ასე ვთქვათ, პირველი ჩართვა არის ლაივში და მიხარია, რომ წარმოდგენილია, ფართოდ წარმოდგენილია რეგიონებიც. ყავს 3 დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის 3 ლიდერი, წარმომადგენელი, ქუთაისის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერი, ქრისტინე ხუციშვილი, მშობელი და ასევე აქტივისტი. ყავს ლაგოდეხის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერის წარმომადგენელი დიანა ხაზარაძე და ზუგდიდის დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრის ლიდერი ნესტან ბეჭვაია და ასევე, ასე ვთქვათ, სფეროში უკვე ვიცით, ნამდვილად წლები ვინც მუშაობს აუტიზმის სფეროში დაკავშირებით, მარი კორკოტაძე, ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ, რომელიც არაერთხელ ყოფილა მშობლის კივრის ლაივ ჩართვის მონაწილე და ასევე ჩაგვერთვება და გაგვიზიარებს რეგიონალურ თბილისის პერსპექტივას სერვისების თვალსაზრისით, თუ რაც ხელმისაწვდომია აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის. ვიდრე დავიწყებთ ზოგადად რა სერვისებია, როგორ არის, მიუხედავად იმისა, რომ ყველანი, ესე ვთქვათ, მშობლები ვართ და ვიცით, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი არის 2 აპრილი ჩვენთვის, ალბათ საზოგადოებისთვისაც კარგია, რომ კიდევ ერთხელ შევახსენოთ და ვისაუბროთ 2 აპრილის დღის მნიშვნელობაზე ზოგადად. და ასევე საზოგადოებაში გავაცნოთ, თუ რა მესიჯი აქვს მსოფლიოს ამ დღესთან დაკავშირებით და როგორია გზავნილი მსოფლიოს 2022 წელს. ამ კუთხით მინდა შესავალი გავუკეთოს თემაში ქრისტინე თუ არ იქნები წინააღმდეგი, რო გვესაუბრო 2 აპრილის დღის მნიშვნელობაზე. მადლობა. მადლობა დიანა, მოგესალმებით, მივესალმები მშობლის კივრის მაყურებელს, უპირველესად მადლობას გიხდით მოწვევისთვის. რადგან ჩემთვის, როგორც აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვის მშობლისთვის, ისევე როგორც ყველა აუტიზმის მქონე პირისა და მათი ოჯახებისთვის მნიშვნელოვანი თარიღია ნამდვილად, ხვალ და ხვალ არის 2 აპრილი, აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე, რომელიც აღინიშნება 2007 წლიდან გაეროს ინიციატივით. შემთხვევათა მაღალი რაოდენობის გამო იმ ზარც სტატისტიკას გულისხმობ აუტიზმის შეფასდა საზოგადოებრივ ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევა და ამან განაპირობა ამ დღის აღნიშვნა და დაწესება. რა თქმა უნდა, ინიციატივა შეუერთდა მთელი მსოფლიოს ქვეყნები და მათ შორის არის საქართველოც. როგორც ყველაფერი გვიჩვენებს, აუტიზმი თანაბრად გვხვდება საერთოდ ყველა რასის, ეროვნების, რელიგიური წამსის თუ სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის მქონე ადამიანებში და ეს არ არის კონკრეტული ადამიანების გამოწვევა და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების ყველა წევრის ინფორმირება აუტიზმის შესახებ. ამ დროს ყურადღება მახვილდება თუ რა არის აუტიზმი ზოგადად, რა საჭიროებები აქვთ აუტიზმის მქონე ადამიანებს და რატომ არის მათთვის საზოგადოების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი.
თუმცა გარდა ამისა ყოველწლიურად დიანა როგორც აღნიშნე ხდება თემატიკის განსაზღვრა ცნობიერების ამაღლების კამპანიის ძირითადი ხაზის და 2022 წლის მთავარი საკითხი გახლავთ ინკლუზია სამუშაო ადგილებზე გამოწვევები და შესაძლებლობები ამ მიმართულებით ინკლუზიის ძირითადი მიზანი კი როგორც ვიცით არის ის რომ ადამიანმა უნდა შეძლოს პროცესში თანაბარი თანამონაწილეობა და განიცადოს პროგრესი წლევანდელი კამპანიის თემა შეიძლება პარადოქსია, მაგრამ შეიძლება შეფასდეს როგორც მომავლის თემა საქართველოს რეალობაში, ვინაიდან სამწუხაროდ პრაქტიკაში ამასთან დაკავშირებული დიდი გამოცდილება არ გაგვაჩნია. ფაქტობრივად არანაირი გამოცდილებაც არ გაგვაჩნია, შეიძლება ვთქვათ. ნამდვილად დასაფიქრებელია, რომ ჯერ კიდევ არ არის კონკრეტული სერვისები ქვეყანაში სრული ციკლით წარმოდგენილი, რომელიც ხელს შეუწყობდა ჩვენ შვილებს და მათ საომავლო დასაქმებისთვის რაღაც პერსპექტივებს შექმნით. დასაქმების პრობლემა ზოგადად ძალიან ჩაკეტილ წრეში აქცევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და ინკლუზიური გარემო არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი, როცა ვსაუბრობთ აუტიზმის მქონე ადამიანთა დამოუკიდებელი ცხოვრების შესახებ, რადგან საბოლოო მიზანს დამეთანხმებიან მშობლების და სწორედ დამოუკიდებელი ცხოვრების მიღწევაზე ზრუნვა წარმოადგენს ყველასათვის. მით უფრო გარკვეული პრობლემები გვხდება სხვადასხვა საკითხებში, გამოწვევებს გულისხმობს სხვადასხვა სფეროებში და საბოლოო ჯამში ვიღებთ შედეგად არა დასაქმება, არა შემოსავალი და მუდმივი დამოკიდებულება სხვაზე, რაც ყველა მშობლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი გულისწყივილია შეიძლება ითქვას. ის მოცემულობა, რომელიც გვაქვს ჩვენ დღეს სამუშაო ადგილებზე, ზოგადად დამკვიდრებულ დისკრიმინაციულ პრაქტიკას გულისხმობ, აი დაქირავების ასპექტში, აგრეთვე სამუშაო გარემოც არის დამაბრკოლებელი გარემოება, რა თქმა უნდა, აუტისტებისთვის დასაქმების კუთხით და ყოველივე ეს ცხადია ხელს უშლის ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსაც და რა თქმა უნდა აუტისტებსაც, რომ დასაქმების პროცესი იყოს ასე ვთქვათ დარეგულირებული რაღაც პოზიტიური განვითარებისთვის. ეს იწვევს ანდაც მათ დასაქმებას შეუფერებელ სამუშაო ადგილებს. ცნობიერების ამაღლების კამპანია მნიშვნელოვანია მიმღებლობის თვალსაზრისითაც. შევეხებით თქვენის ნებართვით ამ თემას, რადგან არ ახალია, რომ აუტიზმის მქონე ადამიანები ზოგადად მრავალ წინააღმდეგობას აწყდებიან საზოგადოების მხრიდან ყოველდღიურ ცხოვრებაში. მათი კომუნიკაციის, სტერეოტიპული ქცევის თუ მეტყველების სირთულებიდან გამომდინარე და დღეს ფაქტობრივად ძალიან მცირედ მოიძებნება ბუნებრივი გარემო, სადაც ისინი თავს იგრძნობენ, უпростоრად არ იგრძნობენ თავს განსხვავებულად და ამ გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის და ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ ამ გარემოს შექმნისთვის მათ. ამიტომ ძალიან ბევრი საუბარია საჭირო და მუშაობა ამ თემებზე, როგორია მათ საზოგადოებაში ინტეგრირების, ადაპტაციის მექანიზმები, გზები და ასევე ისეთ საკითხებზე აქცენტირება თუ რა სერვისებია მათთვის ხელმისაწვდომი და რა გამოწვევებია დღეს. გამოწვევები კი ნამდვილად არის საკმაოდ მრავლად წარმოდგენილი. მაგალითად, გამოწვევას წარმოადგენს აუტიზმის მქონე ბავშვების ჯანმრთელობის დაცვის, მათთვის აუცილებელი პროგრამების და მომსახურების ნაკლებობაც. აბილიტაცია, რეაბილიტაციის სერვისების შეზღუდული რაოდენობა, ტერიტორიული ხელმისაწვდომობაც, გაწეული მომსახურების ხარისხიც, აქვე ამ სერვისების მონიტორინგის პრობლემაც. აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ საქართველოში ძალიან კარგი ბევრი სპეციალისტი გვყავს, მაგრამ მათი თერაპია ყველასათვის თანაბრად არ არის ხელმისაწვდომი რეგიონალური განვითარების კუთხით გულისხმობ. რეგიონში ბავშვებს არ აქვთ ისეთი სერვისები ხელმისაწვდომი, მომსახურება ხელმისაწვდომი, როგორც მაგალითად აქვთ დიდ ქალაქებში მცხოვრებ ბავშვებს. გამოწვევა ინკლუზიური განათლების მიღების პროცესშიც, გარკვეული ხარვეზები არსებობს ბაღშიც, სკოლაშიც, უჭირთ ბავშვებს, აუტიზმის მქონე ბავშვებს სიახლეებთან მარტივად ადაპტირება და სკოლა ნამდვილი გამოწვევა არის ამ სიახლეების თვალსაზრისით. რაც შეეხება რომ შევაჯამოთ ადგილობრივ ცენტრალურ დონეზე, ძალიან მნიშვნელოვანია რომ ხელი იყოს შეწყობილი აუტიზმის მქონე ყველა პირის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლების განხორციელებაში, ასე რომ ვთქვათ და უზრუნველყოფილი უნდა იყოს მათი სათანადო მხარდაჭერა და მონაწილეობა ყოველდღიურ ცხოვრებაში, სრული ჩართვისთვის. ჩვენს მთავარ მიზანს ეს წარმოადგენს. დიდი მადლობა. მადლობა ქრისტინა, აი ძალიან კარგი შესავალი გააკეთე, მოხილვა მოკლედ შეჯამება სფეროების მიხედვით თუ რა პრობლემებს ვაწყდებით სხვადასხვა სექტორში. ალბათ კარგი იქნება უფრო საინტერესო მსმენელისთვისაც, რომ ვისაუბროთ უშუალოდ თქვენს კონკრეტულ გამოცდილებაზე,
თქვენი რეგიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, ხო და ვინაიდან თქვენ უკვე ახსენეთ ქრისტიანე რაღაც აი რეალურად სხვადასხვა სფეროში ხდება მათ შორის ბაღი, თქვა სკოლა, იქ სერვისები ხო რაღაცა. ალბათ დავიწყოთ დაბადებიდან 0-დან 7 წლამდე, ხო რაღაც ადრეული განვითარების პირველ ეტაპზე, ვიდრე სკოლაში შევა ბავშვი. საინტერესოა საზოგადოებას უთხრათ რა ტიპის სერვისებია ხელმისაწვდომი 0-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. რეგიონულ ჭრილში დამკუთრებით ვიცი დიანა ხაზარადეს აქვს ასე ვთქვათ თავისი პერსონალური უნიკალური გამოცდილება მშობლის რომელიც უშუალოდ წააწყდა ზუსტად იმ ასე ვთქვათ პრობლემებს და სერვისების ნაკლებობას, რაზეც თქვენ უკვე ქრისტიანი საუბრეთ ტერიტორიულ ხელმისაწვდომობაზე და საინტერესო იქნება მისი გამოცდილების მოსმენა თუ როგორ იმოქმედა მასზე პერსონალურად ის რომ სერვისები არ იყო მისი შვილისთვის ხელმისაწვდომი, ვისკენ უბიძგა და როგორ დაიწყო მშობელმა თქვათ სერვისის განვითარება რეგიონში და კიდევ ასე ვთქვათ ბევრ რაღაცას ცდილობს შეცვალოს ხო ნელ-ნელა. დიანა თქვენ გამოცდილების გაზიარება საინტერესო იქნება როგორც ასე ვთქვათ ხმა კახეთიდან რა სერვისები არის ხელმისაწვდომი 7 წლამდე ასაკის მქონე ბავშვებისთვის კახეთში. მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით მოწვევისთვის. წარმოვადგენ კახეთს, ლაგოდეხის და გურჯაანის მუნიციპალიტეტს. როცა ჩემი შვილს დაუდგინდა დიაგნოზი აუტისტური სპექტრის აშლილობა, იმ დროისთვის ჩვენ რაიონში არ იყო ანუ გავიგეთ სერვისის ადრეული ინტერვენციის სერვისის შესახებ, სადაც იყო სხვა რაიონში და არ იყო ჩვენ რაიონში. 3 წელი დავდიოდით სხვა რაიონში სერვისის მისაღებად, სადაც მე ვიყავი დედაც, მძღოლიც, კვირაში 3-ჯერ გვიწევდა მან სიარული, მაგრამ ჩემი შვილის გულზე ვიყავი თითქმის ყველაფერზე დანახმა, ოღონდ ჩემი შვილს მიეწოდებინა სწორი და განვითარებაზე განკუთვნილი სერვისები. საბოლოოდ ვატყობდი, რომ ჩემს შვილს მუდმივად სჭირდებოდა დახმარება. ვიფიქრე, რატომ არ უნდა იყოს ჩვენ რაიონში ეს სერვისი, ადრეული ინტერვენციის სერვისი, სადაც ემსახურებოდა 0-დან 7 წლამდე ბავშვებისთვის. ძალიან ბევრი ვიფიქრე და დავაფუძნე ორგანიზაცია, სადაც მერე მომიწია გადამზადება სპეციალისტების სამწუხაროდ ამ კუთხითაც იყო ძალიან დიდი დაბრკოლება, რადგან სპეციალისტების გადამზადებისთვის სჭირდებოდა განკუთვნილი თანხა და სტარტაპებისთვის არ არის ისეთი ფუფუნება, რომ გრანტით ან ასე შემდეგ ვინმე გვერდში დაუდგეს, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა და გვერდში დაგვიდგა მაგჯორჯის არასამთავრობო ორგანიზაცია, სადაც მოვიპოვეთ გრანტი და გადავამზადეთ ადრეული ინტერვენციის სპეციალისტები და დღესდღეობით გურჯაანის მუნიციპალიტეტში ოქტომბრიდან ჩვენ ვართ უკვე სერვის პროვაიდერი, სადაც ბავშვები იღებენ ადრეული ინტერვენციის სერვისს. მაგრამ დაბრკოლება გვაქვს ახლა შემდეგი. ჩემი შვილი არის 7 წლის და დარჩა ისევ სერვისის გარეშე. სერვისის გარეშე, ანუ აუტიზმის პროგრამის გარეშე, ესეც არ არის სამწუხაროდ არც ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში და არც გურჯაანის მუნიციპალიტეტში და ეხლა ვიბრძვით და ადვოკატირებას ვუწევთ ზუსტად ბავშვებისთვის, სადაც მიიღებენ 18 წლამდე აუტიზმის პროგრამას და საბედნიეროდ მოლაპარაკებები მიმდინარეობს და უკვე შეთანხმებები ხდება, დადებითი შეთანხმებები, სადაც მოხდება უკვე ამ პროგრამის ჩამოყალიბება რაიონებში. მადლობა დიანა, ახლა კუთხით რადგან თქვენ უკვე ისაუბრეთ სერვისზე, საუბარი არის ABS თქვა თერაპიაზე, ქცევით თერაპიაზე. ამ კუთხით ვიცი რომ ნესტანი, რომელიც მუნიციპალიტეტს წარმოადგენს, ზუგდიდი იყო ერთ-ერთი პირველი რეგიონი თბილისის შემდგომ, სადაც დაინერგა ეს თერაპია და ნესტანი არის მშობელი 16 წლის აუტისტური სპექტრის მქონე გოგონასი, უკვე გამოცდილი მშობელია უკვე წლების და საინტერესო იქნება ნესტან თქვენგან მოვისმინოთ რა დაბრკოლებები არსებობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტში
მუნიციპალიტეტში სერვისის მხრივ, ამ სერვისის მიღების მხრივ და თქვათ როგორი არის პრაქტიკა გარდა ამ სერვისის მიღებისა სტატუსთან დაკავშირებით თუ სხვადასხვა ასე ვთქვათ ბენეფიტის ერთგვარი ხო რაღაცა მიღება სახელმწიფოს მხრიდან. ასევე მე პერიოდულად შეიძლება გავაჟღერო შეკითხვები, რომელიც ლაივის დროს დაისმება და ასე ვთქვათ თუ კი ასე ვთქვათ მე შევძლებ ამაზე პასუხის გაცემას, მეც გავცემ, მაგრამ ყველას მოგიწოდებთ, რა თქმა უნდა, დასვით შეკითხვები და ლაივის მიმდინარეობის პერიოდში აუცილებლად გავაჟღერებთ თქვენ დასმულ შეკითხვას. ნესტან გისმენთ, მადლობა. მოგესალმებით, მადლობა დიანა მოწვევისთვის პირველ რიგში. მე ვესალმები მშობლის კივრის მაყურებლებს, მართლაც საინტერესო პლატფორმაა და მშობლებს საჭირო ინფორმაციას გვაწვდით. და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამისთვის. 2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის ამაღლების საერთაშორისო დღეა და მას მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ. თუმცა ჩვენ მშობლები ყოველდღე ცხოვრობთ აუტიზმთან ერთად და გავდივართ იმ რთულ და საინტერესო გზას ჩვენ შვილებთან ერთად და ჩვენ ვართ ჩვენი შვილების ხმა და ხშირად ვართ ხმა მაღალიც. მათ მუდმივად ჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა და არა მარტო ჩვენი, არა მარტო ოჯახის, საზოგადოებისგან ჭირდებათ მხარდაჭერა, სახელმწიფოსგან, ბაღებისგან, სკოლებისგან. მარტო 2 აპრილს არ უნდა გაგვახსენდეს ჩვენ აუტიზმის მქონე ადამიანები მხოლოდ. არამედ ყოველდღე უნდა ვიყოთ ჩართულები იმისთვის, რომ უკეთ განვითარდნენ, წარმატებებს მიაღწიონ, ინკლუზიას შეუწყოთ ხელი და არა ზოგჯერ ხშირად რო ხდება ხოლმე მარტო ლურჯი ბუშტების ფრიალი და ასე გამოხატავენ მხარდაჭერას. ნამდვილად რეალური მხარდაჭერა გვჭირდება და სახელმწიფოსგან განსაკუთრებით. რაც შეეხება სერვისებს, დიანა, სანამ ჩემს ქალაქში რამე იქნებოდა და აღნიშნე რომ ჩემი შვილი 16 წლისაა, მიწევდა თბილისში სიარული, მუდმივად ვესწრებოდი თერაპიებს, სწავლობდი, მატრჩევებს ვითვალისწინებდი და სულ გზაში ვიყავით. და ამჟამად ჩვენს ქალაქში არსებობს ორი ცენტრი, გზამკვლევი, რომელიც არის ჩვენი მშობლების, აუტიზმის მქონე ბავშვების მშობლების ძალისხმევით გახსნილი 2016 წელს გაიხსნა და მეორე არის თბილისის ნეიროგანვითარების ფილიალი. ეს ორი ცენტრი ბავშვებს აწვდის თერაპიებს, მეტყველების თერაპიას და ძირითადად ABA თერაპიას. 2021 წლის მონაცემით 70-მა ბავშვმა მიიღო ეს სერვისი და წელს, მე როგორც ვიცი, 15 ბავშვი დაემატა, მაგრამ არიან მომლოდინე ბავშვები და იმასაც ვიტყვი, ჩვენთან სერვისი არის 18 წლამდე. როგორც სხვა დანარჩენ საქართველოს ქალაქებში 18 წლის ზემოთ მართლა არ გვაქვს არაფერი. და კიდევ რას ვიტყოდი, ხშირად აუტიზმის გამოვლენა რო ვერ ხდება დროულად და აი ეჭვი როცა გვაქვს აუტიზმზე და თუ ბავშვს ფორმაში ადოსით დამტკიცებულია წერია, ამას მერია არა ფინანსებს და მოგეხსენებათ ადრეულ ჩარევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთან 18 საათი ფინანსდება, თავიდან იყო 15 საათი. ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ მშობლებმა, 20 საათამდე გაზრდა გვინდა, დაგვიმატეს 3 საათი და იმედია იმასაც მივახცეთ, რომ ის 2 საათიც გაგვიზარდონ. რაც შეეხება სტატუსს, თქვენ კარგად იცით და მეც ბევრჯერ გამიჟღერებია აუტიზმის მქონე ბავშვებს, აუტიზმის დიაგნოზის სტატუსს არ ანიჭებენ ჩვენს ქვეყანაში არსებული სამედიცინო მოდელი და ჩამონათვაში არ არის აუტიზმის კოდი და ხშირად ვისაც აქვს სხვა რაღაც მიბმული დიაგნოზით აქვს. მე პირადად აი 9 წლის წინ მივახციე, უკვე 16-ის არის, რომ ჩემი შვილისთვის სტატუსი მიენიჭებინა და ეს არის სხვა დიაგნოზით და რამდენი ვიბრძოლე. არა მარტო ჩემს ქალაქში, თბილისშიც ვიყავი ამაზე სხვადასხვა ექიმებთან. ეხლა იკითხავს ადამიანი თუ სერვისში მონაწილეობა აუტიზმის პროგრამას გულისხმობს, სტატუსი ისთვის ჭირდება. სტატუსის მინიჭება გჭირდება იმისთვის, რომ ბევრ სხვა მუნიციპალური იქნება თუ სახელმწიფო პროგრამებშიც მივიღოთ მონაწილეობა, რომელიც შვილიშვილ ბავშვებისთვის არის განკუთვნილი.
და ასევე მატერიალური კუთხითაც, მოგეხსენებათ, მშობლების უმრავლესობა ვერ მუშაობს, განა არ მუშაობენ, ვერ მუშაობენ, იმიტომ რომ ბავშვს მუდმივად ჭირდება მხარდამჭერი და არ მხრივ მეც არ ყოფილვარ გამონაკლისი და კარგად იცით პანდემიის პერიოდში, როდესაც არავინ არ ველოდით და სახლში გამოვიკეტეთ, რა პრობლემების წინაშე აღმოჩნდით და მაშინ სახელმწიფომ 2020 წლის გაზაფხულზე რო შეიმუშავა და რაღაც სხვა დახმარებები ეს იყო ფულადი 100 ლარის ოდენობით, ჩვენი შვილები უსტატუსო ბავშვები დარჩნენ დახმარების მიღმა და მაშინ მშობლებმა ეს გავაჟღერეთ რამდენიმე ჟურნალისტთანაც, მე პირადად ბატონ რატის მივწერე და მახსოვს მიპასუხა აი მეორე ეტაპზე აუცილებლად გავითვალისწინებთ და ის მეორე ეტაპიც დადგა შემოდგომაზე, ის 6 თვიანი ის გაიმეორეს, დარჩნენ ანუ უსტატუსო აუტიზმის მქონე ბავშვები და ასევე მეორე ჯგუფის შემოპირები და კიდევ იყვნენ სხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც ეკუთვნოდათ და ამის გამო. ახლა რა ხდება? კი მივიღებე სტატუსი, მაგრამ ჩემს ქალაქში, როდესაც ერთი პროგრამით სარგებლობ და განსაკუთრებით აუტიზმის პროგრამაში თუ ხარ ჩართული, დავშოთ მინდა წამლის დაფინანსება, რომელიც ეკუთვნის ჩემს შიშიმობას, ხო? იმის გამო, რომ შენთვის უკვე გაღებული გვაქვს თანხა და ამ პროგრამით სარგებლობ, მეორე უკიდურესობას წავაწყდი ხა, შენ არ გეკუცა და აუტიზმის მქონე ბავშვები ხდებიან ავად, ჩვენ გვაქვს ქრონიკული დაავადებები, ძვირადღირებული წამლები გვჭირდება და დაფინანსებაზე გვითხრეს უარი, ასევე იმ ერთჯერად 200 ლარიან დახმარებაზე, რომელიც მერას აქვს და აი ეს არის, ხა კი გვაქვს სტატუსი, მივიღეთ სტატუსი, მაგრამ მაინც ვერ სარგებლობთ ყველა პროგრამით. მადლობა ნესტან. რეალურად საინტერესო იქნება ამ სერვისების თვალსაზრისით რა კრიტერიუმები არის, მაგალითად თუნდაც ქუთაისში პირველად ეს პროგრამა თბილისში დაიწყო და ამ კუთხით შევა მარიმაც გააჟღეროს აქ რა ხდება. ერთი საინტერესო შეკითხვა არის შემოსული, მე უბრალოდ ჩემს გამოცდილებას გავაზიარებ და იქნებ თქვენს უკავშირი მივცეთ მშობელს. შეკითხვა ეხება ესეთ ვთქვათ თერაპიის საათების რას ვთქვათ მოცულობას თუ კონკრეტულად ესეთ შეკითხვა არის დროის ხანგრძლივობას თერაპიისას ვინ წვეთს ესო ფსიქოლოგიო ცენტრი ჯანდაცვა თუ სხვა ხო პირველ რიგში ნუ მაინც ალბათ გასარკვევია რა ტიპის სერვისია საუბარი იმიტომ რომ ბავშვი აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვი შეიძლება ჩართული იყოს ქცევით თერაპიაში, EBA თერაპიაში, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს ასევე დიანა მისაუბრა ადრეულ განვითარებაზე, მას უკვე ცენტრალურ დონეზე ახორციელებს ჯანდაცვის სამინისტრო, ასევე შეიძლება ჩართული იყოს რეაბილიტაცია, აბილიტაციაში, თუ კი შესაბამისი რაღაც კოდიც აქვს მინიჭებული, ხო? შესაბამისად, ასე ვთქვათ, ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, საათი იგულისხმება ბევრ ცენტრში საკონტაქტო წუთი, მოდი ასე ვთქვათ, შეიძლება 50 წუთი იყოს საკონტაქტო, უშუალოდ ბავშვთან გულისხმობ და ვთქვათ 10 წუთი, მაგალითად, ჩემ შემთხვევაში ეთმობა უკუკავშირს თერაპიის შემდგომ მშობელთან რომ მომცეს უკუკავშირი. აი, მაგალითად, ეს მივახციეთ დღეს ეს ქონდა დაბრკოლება ასე შემდგომ, ხო? თუ კი ადრეულ განვითარებაზეა საუბარი და იქაა ჩართული, რეალურად იქ მშობელთან ერთად მიმდინარეობს ჩარევა ხშირად და ფაქტურად შეიძლება ეს სული 1 საათი იყოს, ესე ვთქვათ, როდესაც მშობელიც ინტენსიურადაა ჩართული ამ პროცესში. თუ რეაბილიტაციაზე საუბარი, ვთქვათ, იქაც საკონტაქტო დრო შეიძლება იყოს 45 წუთი და რაღაც დრო მერე უკავშირზე. ესეთია პრაქტიკა, თუმცა თუ კი თქვენს შეგიძლიათ თქვენი პრაქტიკის გაზიარება, ალბათ დაკონკრეტებული არა რომელ სერვისს გულისხმობთ. მშობლები კარგი იქნება რომ უთხრათ რომ მშობელსაც კონდეს ეს აღქმა როგორ ხდება, ამ დროს ვინ არეგულირებს. ისმენთ ვისაც გაქვთ სურვილი რომ გამოცდილებაც გაგვიზიაროთ. მე ვიტყვი დიანეთი შეიძლება მოგესალმებით. პირველში მადლობა მოწვევისთვის და მივესალმები მშობლის სკივრის მაყურებლებს. მე ვისაუბრებ ABA თერაპიაზე, ანუ აუტიზმის სტანდარტიდან გამომდინარე, ამ სტანდარტში გაიწერა რომ 7 წლამდე, ანუ ადრეული ასაკი, როდესაც ბავშვს და ადრეული განვითარების ესე ვთქვათ ეტაპები აქვს, მაგ დროს გათვალისწინებულია 50 წუთი და 10 წუთი აუცილებლად მშობელთან უკავშირისთვის.
თუ არ ხდება მშობელთან უკვე კავშირი, მაშინ ეს თლიანი 1 საათი შეიძლება ბავშვს დაუთმოს თერაპევტმა. ამიტომ ის 10 წუთი მშობელმა აუცილებლად, ასე რომ ვთქვათ, გამოიყენოს იმისთვის, რომ ის რაც ვთქვათ იმ სესიის განმავლობაში მოხდა ბავშვსა და თერაპევტის შორის ურთიერთობისას, ეს იყოს გაზიარებული. და რაც შეეხება 7 წლის ზემოთ ასაკს, ეს დაკონკრეტებული სტანდარტში არ არის, ანუ წუთობრივად რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მე ვიყავი ჩართული ამ სტანდარტის წერაში და მე ბოლომდე ვცდილობდი, რომ ეს ყოფილიყო 1 საათი. თუმცა დაკონკრეტება არ მოხერხდა, ამიტომ ეს ვფიქრობ, რომ ცენტრსა და მშობელს შორის შესათანხმებელი ამბავია ამ ეტაპისთვის. აი ამ კუთხით დროზე თუ კი გვაქვს დამატებითი კომენტარი, თუ არა, მაინტერესებს თუ ქრისტიან ხომ არ დამატებით დროსთან დაკავშირებით როგორ ხდება თქვენთან, ვიცი რომ ქუთაისშიც მიმდინარეობს, ვთქვათ, სხვადასხვა ტიპის სერვისები, ადრეული განვითარებაც არის, ABA თერაპიაც იქ როგორაა დროის ფაქტორი. დიახ, დიანა, ჩვენთან არის ყველა სერვისი წარმოდგენილი, რაც არის თბილისში ამ ეტაპზე. არის ადრეული განვითარების სერვისი, ასევე რეაბილიტაციის სერვისი, როგორც ნესტანმა აღნიშნა, თუ კი ბავშვს აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტატუსი, ამ შემთხვევაში შესაძლოა ჩაერთოს რეაბილიტაციის სერვისში და აგრეთვე მუნიციპალური აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამა, რომელიც ჩვენთან 20 საათი არის. და ყოველი თერაპიის, ანუ 1 საათიანი თერაპია არის განსაზღვრული ამ 20 საათში, ანუ 20 საათი ფინანსდება ყოველთვიურად ჩვენი მუნიციპალიტეტის მხრიდან, მაგრამ ერთი რა მინდა აღვნიშნო, ყველგან საქართველოს მასშტაბით, სადაც ფუნქციონირებს და დანერგილია ეს პროგრამა, არის 18 წლის ჩათვლით, მაგრამ ქუთაისში სამწუხაროდ ჯერჯერობით გვაქვს 16 წლის ჩათვლით, თუმცა უნდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის მხრიდან გარკვეული მზაობა ამაზე საუბრის დასაწყებად არის და მივახცევთ ერთობლივად დარწმუნებული ვარ მომავალი წლიდან, რომ გაიზარდოს ასაკი მუნიციპალური აუტიზმის რეაბილიტაციის პროგრამის. რაც შეეხება თვითონ სეანსის დროის ხანგრძლივობას, თქვენ ძალიან კარგად აღნიშნეთ, მაგრამ მონაწილეობდა უშუალოდ სტანდარტის შექმნის მიმდინარეობაში და მეც ვიზიარებ ამ მოსაზრებას, რომ ეს არის აბსოლუტურად მშობლის და ცენტრის შეთანხმების საკითხი. ზოგიერთი ბავშვი 1 საათი ვერც ძლებს თერაპიაზე და აბსოლუტურად ნებისმიერი თერაპიის საბოლოო მიზანი უნდა იყოს ბავშვზე მორგებული მის შესაძლებლობებზე და აქედან გამომდინარე ვიზიარებ თქვენს მოსაზრებას, რასაც საუბრობთ. თუმცა ერთ ეტაპსაც დავამატებ, თბილისის მერია ანუ სერვის პროვაიდერებს სულ 1 საათში უხდის იმ 20 ლარს. თბილისის მერია ასე არ რეგულირებს, რომ ერთი სეანსი აუცილებლად უნდა შეადგინეს 60 წუთს. მეც ამიტომ აღვნიშნე, მარი, რომ ჩვენთან 20 საათია დაფინანსებული და შესაბამისად უნდა იყოს სრული 1 საათი, თუმცა ეს 10 წუთიანი მშობლის უკავშირიც მნიშვნელოვანია, რომ მშობელი იყოს საქმის კურსში როგორ მიმდინარეობდა, თქვათ, ის კონკრეტული თერაპია. ვინაიდან სერვისზე ვსაუბრობთ ჯერ და გადავალთ სხვა სფეროზე, კარგი იქნება, რომ აი სერვისი რეალურად რაზედაც ახალბოლოს ვისაუბრეთ, რეალურად დაფუძნა და დაიწყო თბილისში და რეგიონებში განვითარდა სწორედ ისე როგორც თბილისში დაფუძნა მშობლების დიდი ძალისხმევით და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წარმომადგენელითაც დაიწყო სერვისი რაღაც თბილისში არის წარმომადგენელი აკყავს მარის სახით და რეგიონებშიდაც რეალურად მშობელმა აქტივისტებმა განავითარეს ეს. მარი, აი რადგანაც თბილისში ვითარდება ეს სერვისები, ეს რა სერვისი, აი როგორი არის ეს სერვისის ხარისხი თბილისში ახლა და როგორ განვითარდა ბოლო წლებში 2015 წლიდან ამ სერვისმა რა განიცა და ან რა პერსპექტივები გვაქვს ამომავლოდ სერვისის განვითარების მხრივ. კიდევ რაღაცა ისტორიული რაკურსიც გითხრათ, აბა როგორ დავიწყეთ სერვისები. განვითარების კუთხით გვაქვს დღესდღეობით ის სურათი, რომ თუ 2015 წელს, როდესაც ეს პროგრამა შეიქმნა, პროგრამაში ჩართული იყო 250 ბავშვი და ბიუჯეტი შეადგენდა 500,000 ლარს, დღეს უკვე ჩართული 1000 ბავშვზე მეტი და ბიუჯეტმა გადააჭარბა 6 მილიონ ლარს.
თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეს თავისით არ მომხდარა და ამაში ძალიან დიდი ძალისხმევა იყო ჩადებული მშობლების მხრიდან, იმიტომ რომ სულ რაღაცა ბრძოლების და აქციების შედეგად მოხდა ის, რომ ძალიან ბევრმა ბავშვმა შეძლო ამ პროგრამით სარგებლობა და ერთადერთი ხარვეზი მაინც აქვს ის, რომ ვთქვათ, როდესაც ბავშვის დაესწრება დიაგნოზი, მას შეიძლება 1 წელი მოუწიოს ლოდინმა, სანამ ვთქვათ მომავალი წლის ბიუჯეტს დაამტკიცებს ქალაქ თბილისის მერია, თუმცა ეს არ გრძელდება ახლა ძალიან წლების განმავლობაში და ვფიქრობ, რომ ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან ეს ბავშვები, ვიდრე ვთქვათ ჩემი შვილი და ვთქვათ სხვა მშობლების შვილები იყვნენ თავის დროზე. გარდა ამისა, მე ვიტყოდი, რომ თბილისის აუტიზმის პროგრამა ძალიან კარგი პროგრამაა და არის სამაგალითო საქართველოს სხვა რეგიონებისთვის, იმიტომ რომ რაღაც იქედან იღებენ მაგალითს და იმ პროგრამის შესაბამისად ცდილობენ, რომ შექმნან რეგიონებმაც პროგრამები. თუმცა, აი, როდესაც დიანა თქვენ ახსენეთ ხარისხი, აი, ეს არის საკმაოდ დიდი გამოწვევა, რომლის ხარისხს ჩვენ ვერ ვაფასებთ, რადგანაც არ ხდება მონიტორინგი. დავთვლი, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომ მონიტორინგი მოხდეს. იმიტომ რომ რეალურად ხდება მხოლოდ ფინანსური მონიტორინგი, ანუ თბილისის მერია ფინანსურად ამოწმებს, მონიტორინგს უწევს სერვის პროვაიდერებს, მაგრამ უშუალოდ ხარისხი როგორია, ამის მონიტორინგის საშუალება და შესაძლებლობა და არც კომპეტენცია არ აქვს თბილისის მერიას. აქ არის საჭირო რაღაც გუნდის ჩამოყალიბება, რომელშიც მშობელის უნდა იყოს აუცილებლად და ამ გუნდმა და რა თქმა უნდა, არ უნდა იყოს გუნდის წევრი სერვის პროვაიდერი, უნდა შეაფასოს რეალურად ხარისხი რამდენად კარგი სერვისი მიეწოდებათ ბავშვებს. არიან მშობლები, რომლებიც ამბობენ, რომ მის შვილს მიეწოდება უხარისხო სერვისი. ჩემი შვილის შემთხვევაში მე ასე ვერ ვიტყოდი, ჩემ შვილს ნამდვილად ხარისხიანი სერვისი მიეწოდება, მით უმეტეს ონლაინ. თუმცა აქ შეიძლება მშობელიც იყოს სუბიექტური და აი ამიტომ რომ გაუმიჯნოთ მშობელი სუბიექტურია თუ არა, რეალურად როგორია ეს სერვისი, უნდა მოხდეს კვალიფიციური მონიტორინგის ჩატარება. ასევე შევეხებით 18 წლის ზემოთ სერვისებსაც აუტიზმის მქონე მოზარდების, რაღა მოზარდების უკვე დასრული ადამიანების შემთხვევაში 18 წელი შეუსრულდა წელს რამდენიმე აუტიზმის მქონე ადამიანს და მათ, ესე ვთქვათ, სერვის პროვაიდერებმა, ცენტრებმა კარი დაუხურეს. ყველა გამოუშვეს გარეთ, დატოვეს სერვისის მიღმა, ეს ამ ადამიანებმა დაამთავრეს სკოლა და მათ აღარც სკოლაში აღარ უწევთ სიარული და ამ პანდემიის დროს ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად ეს თაობა დაზარალდა. ისედაც საკმაოდ დაზარალებული იყო ეს თაობა იქიდან გამომდინარე, რომ ისინი გვიან ჩაერთნენ სერვისებში და მაშინ, როდესაც უკვე ლაპარაკი იყო იმაზე, რომ აი უკვე მიაღწიეს ბავშვებმა რაღაც კარგი განვითარება დაიწყო, სერვისები შეუწყდათ და დარჩენ ყველაფრის მიღმა. აღნიშნავ იმასაც, რომ ჩვენ თბილისის საკრებულოსთან გვქონდა უკვე კომუნიკაცია დაახლოებით 10 დღის წინ საკრებულოს თავმჯდომარის და მერის წარმომადგენლებთან იყო შეხვედრა მშობლებსა და მათ შორის რაღაც დაპირებაც მივიღეთ მათგან რომ სერვის შექმნაზე მუშაობა დაიწყებოდა უბრალოდ აქ იქნება დასაგეგმი როგორი უნდა იყოს ეს სერვისი ანუ 18+ სერვისი ვერანაირად ვერ იქნება რაც იყო 18 წლამდე იმიტომ რომ 18 წლის ადამიანები არის დასრული და მას აღარ ესაჭიროება მაგიდასთან ჯდომა და იქ რაღაც უნარებზე დასწავლა მას უფრო ჭირდება ბუნებრივ გარემოში იმ ყველაფრის გენერალიზება რაც 18 წლამდე ვთქვათ ისწავლა თუ 18+ არ გვექნება ჩვენი სერვისი ფაქტიურად შეგვიძლია ვთქვათ რომ სახელმწიფომ რა თანხებით ჩადო ამ ადამიანების განვითარებაში 18 წლამდე ყველაფერი გადაიყარა წყალში ამიტომ ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს რომ თბილისის მერია ძალიან მაგ დაგვეკონტაქტება იყო მათგან ეს პირობა და უკვე დავიჯდებით მაგიდასთან სადაც უშუალოდ პროგრამის წერას დავიწყებთ. ან ვთქვათ გავაგრძელებთ იმ პროგრამის ანუ რა პროგრამის სახითაც გვაქვს დღეს ეს ებიოთერაპია იმის დაფინანსებას ანუ 18 წლის ზემოთ. სერვისებთან დაკავშირებით ეს შემიძლია ვთქვათ თბილისის გამოცდილების შესახებ. მადლობა მარი, აი საინტერესო ორი შეკითხვა შემოვიდა და ვიც დასვა ეს შეკითხვა.
ვთხოვრო ხაზზე დარჩეს, იმიტომ რომ აი ახლა ვიწყებ ზუსტად ამაზე საუბარს. ვიდრე და რეალურად მარიის საუბრებს თუ რა ტიპის დამატებით, ესე ვთქვათ, რაღაცა სერვისი თუ რაღაც პერსპექტივები არის 12 წლის ზევით აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებისთვის და ასევე უკვე ისაუბრად რომ რეალურად 18 წლის ზევით სერვისების განვითარებაზე და საუბარზე, დიალოგზე ახლა მიმდინარეობს ეს ყველაფერი აქტიურ ფაზაშია. ერთი შეკითხვა არის 7 წლის პირველ კლასელი არისო და რომელ პროგრამაში შეიძლება ჩაერთოს აუტისტური სპექტრის დიაგნოზით. აი სწორედ ეს შეკითხვა იყო, რაზედაც ნელ-ნელა მინდა გადავიდეთ, იმიტომ რომ ახლა ჩვენ ვისაუბრეთ სერვისებზე, რომელიც არის წარმოდგენილი სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სერვის პროვაიდერების მიერ მუნიციპალიტეტში, სამწუხაროდ ყველა მუნიციპალიტეტში არა, მაგრამ გარდა ამ სერვისა არსებობს ისეთი დაწესებულებები, სადაც აუცილებელია და საჭირო ყველა ბავშვი იყოს ჩართული. ეს არის სკოლა. პირველ რიგში და სკოლაში ინკლუზია ხელშეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველ რიგში თუ კი თქვენი შვილი არის 7 წლის, ის აუცილებლად უნდა ან დაიწყოთ მომზადება, რომ სკოლაში შევიყვანოთ, უკვე თუ კი არ დადის, ესე ვთქვათ, განაცხადის გაკეთების დრო და ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ ახლა. მეორე ეს არის უშუალოდ სერვისები, რომელიც შეიძლება თქვენს მუნიციპალიტეტში არ ვიცი რამდენად არის ხელმისაწვდომი ან არა და ასევე არსებობს დღის ცენტრების პროგრამა, თუმცა ესეც არ ვიცი არის თუ არა არის საჭიროება თქვენი შვილიდან გამომდინარე და ასევე რეაბილიტაცია, აბილიტაციაც, თუმცა აქაც არის სხვადასხვა კრიტერიუმები ჩასართავად, კონკრეტული დიაგნოზით არის განპირობებული პროგრამაში მოხვედრა. და ასევე საჭიროება, ყველა ადამიანს არ ჭირდება დღის ცენტრის მომსახურება და არ ჭირდება რეაბილიტაცია, აბილიტაციის სერვისები, მაგრამ ყველა აუცილებლად უნდა იყოს ჩართული საგანმანათლებლო დაწესებულებაში სკოლაში. და უნიკალური, ასე ვთქვათ, სხვადასხვა საკობრივი არის წარმომადგენლები ვართ, ახლა წარმოდგენილია სკოლაში. მინდა ვისაუბროთ, აი რა ხდება, როგორ და რა ფორმით ვარეგისტრირებთ ბავშვს სკოლაში. თუ კი მას აქვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება, ამ შემთხვევაში ვთქვათ აუტისტური სპექტრის დიაგნოზი არის, ხო? ამასაკის ბავშვის მშობელს წარმოადგენს დიენა და ვიცი, ახლახანს გაიარა ეს პროცესები დარეგისტრირების და იქნებ გამოცდილება გაუზიაროთ, რომელიც გამოადგენს სხვა 7 წლის ასაკის ბავშვს. ყავს ასევე ქრისტიანი, რომელიც 7 უკვე ვთქვათ, უფრო 9-10 წლის არის, ხო, უკვე რაღაც გამოცდილება დაუგროვდა სასკოლო სივრცეში მუშაობის, ნესტანი უკვე ვთქვათ 16 წლის ბავშვობელი და მარის უკვე ბოლოს მინდა ვესაუბრო მის გამოცდილებაში სკოლაში და კონკრეტულ ესეთ სიახლეზე და სერვისზე, რაზედაც მინდა უფრო დაწვრილებით ვისაუბროთ. მოკლედ, დიანა, გთხოვთ, რომ გაგვიზიაროთ ეს გამოცდილება, რომელიც შეიძლება საინტერესო იყოს სხვა მშობლისთვის. როგორ მოიქეცით, როდის ხდება დარეგისტრირება და რა პროცესებს გადიხართ ახლა სკოლაში, იმისთვის რომ სკოლაში შეხვიდეთ? განათლების სამინისტროს საიტზე იყო გამოცხადებული 26 მარტამდე სპეციალური საჭიროების მქონე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დარეგისტრირება. ჩვენ დავრეგისტრირდით მაშინვე და ზუსტად 2 დღეში დაგვიკავშირდა უკვე მულტიდისციპლინური გუნდი, სადაც მოგვაწოდა კითხვარები და ჩვენც უნდა გავიაროთ მულტიდისციპლინური გუნდის ის რა გვაქვს შეფასება, ხო? შეფასება და აუცილებლად ვითხოვთ, რომ ჩემ შვილს უნდა დაინიშნოს ის რა ქვია skipted personal assistant, ინდივიდუალური ასისტენტი, კი ბატონო. ინდივიდუალური ასისტენტი, იმიტომ რომ ჩემ შვილს აქვს ქცევის დარღვევა და აუცილებლად დასჭირდება ინდივიდუალური ასისტენტი. ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან სხვადასხვა ინფორმაციით მქონდა ისეთი ინფორმაცია, რომ ძალიან გვიან მოდის ბავშვების შეფასება და მე ინდივიდუალური ასისტენტის დანიშვნა. ჩვენ შემთხვევაში, რა ვიცი, მე ვფიქრობ, მალევე გავივლით და გადავალახოთ. თავარია დროულად მიმართოთ სკოლასაც და ყველაფერი კარგად იქნება. ძალიან კარგი. თქვენ შემთხვევაში უკვე
ასე ვთქვათ, თადარიგი დაიჭირეთ, დროულად დაარეგისტრირეთ და ამ ყველაფერმა კარგი შედეგი გამოიღო. ასევე საინტერესოა ახსენეთ, რომ ინდივიდუალური ასისტენტის სერვისიც, რომელიც ხელმისაწვდომია, შეიძლება ბევრმა ადამიანმა ეს არ იცის. მე როგორც ვიცი, აქ წარმოქმნილი მშობლებიდან მარის თქვენ შემთხვევაში გაქვთ გამოცდილება ინდივიდუალურ ასისტენტის და შეიძლება უფრო გვითხრათ, შემდგომ რას გულისხმობს ეს სერვისი, რომ უფრო კარგად მშობელმაც გაიაზროს, არის თუ არა მის საჭიროება დგას თუ არა. ქრისტია, თქვენ შემთხვევაში როგორ არის, ვინაიდან უკვე რამოდენიმე წელიწადი ირიცხებით სკოლაში დადიხს ბავშვი, რა გამოცდილება გაქვთ სკოლასთან თანამშრომლობის? მადლობა დიანა შეკითხვისთვის. დიახ, სანდროები არის მესამე კლასში. ის მეოთხე კლასში უნდა იყოს, მაგრამ ეგრეთ წოდებული ფრესკულის ჯგუფით ვისარგებლეთ და მინდა რომ ჩემი გამოცდილება კარგია რომ მომეცა ამის საშუალება გამეზიარებია მშობლებისთვის. ვინაიდან ჩვენ საჯარო სკოლაში დავდივართ მხოლოდ მიმდინარე წელია და ვთვლი რომ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი რომ მხოლოდ წელს გადავწყვიტე საჯარო სკოლაში გადამეყვანა სანდრო, ვინაიდან კერძო სკოლებს მიუხედავად იმისა რომ სანდრო ძალიან კარგ სკოლაში იყო და მე ძალიან მადლიერი ვარ იმ სკოლის, ის ირიცხებოდა როგორც ტიპიური განვითარების მქონე ბავშვი და სპეციალური საგანმანათლებლო საჭირო მოსწავლისთვის ეს არის ზედმეტი პასუხისმგებლობის დაკისრება მშობლის მხრიდან. ძალიან კარგი იქნება თუ კი მშობლები, რომლებიც არიან დღეს ამ არჩევანის წინაშე, კერძო სკოლით ისარგებლონ თუ საჯარო სკოლით ამ ალტერნატივების შეფასებისას კარგად დაფიქრდნენ, იმიტომ რომ მე ჩემი პირადი გამოცდილებით ყველას ურჩევ რომ საჯარო სკოლაში შეიყვანოს ბავშვი, ვინაიდან ამ შემთხვევაში მისი სწავლის პროცესში ჩართული არის მულტიდისციპლინარული გუნდი, მისთვის იქნება სპეციალურად მორგებული ინდივიდუალური სასწავლო გეგმა შემუშავებული და დამატებითი პასუხისმგებლობები თავიდან იქნება აცილებული, იმიტომ რომ საკმაოდ დიდ სირთულეს წარმოადგენს მშობლისთვისაც, როცა ხედავ რომ მას უჭირს თან ფეხი აუწყოს ტიპიური განვითარების თანაკლასელებს, ეს მშობლისთვისაც გარკვეული იმედგაცრუების მომტანია და ყველა რო სტრესისგან დაზღვეული იყოს, ჯობია რომ თავიდანვე საჯარო სკოლით ისარგებლოს სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მოსწავლეს. რაც შეეხება სკოლებს, ჩვენც მარის გამოვეხმაურებ, ძალიან გაგვიმართლა, მოხდით ძალიან კარგ საჯარო სკოლაში და როდესაც მივედით გასაუბრებაზე, სპეცმასწავლებელი ვინც არის ჩვენი სკოლის, მან მითხრა რომ ჩემი მთავარი мотивация ბავშვი რესურს ოთახში არ გავიყვანო, პირიქით საერთო საკლასო პროცესში იყო ჩართული და მე მივხვდი რომ ძალიან სწორ არჩევას გავაკეთებდი თუ იმ სკოლაში მოვხვდებოდით, იმიტომ რომ ეს არის პრობლემატიკა. რესურს ოთახში გაყვანილი ბავშვი დროებით რაღაც რთული ქცევიდან ხელგამოგლიჭილი არ არის პრობლემის მოგვარება და უნდა იყოს ყველას მიზანი, ყველა სპეცმასწავლებლის რომ ის სრულად იყოს ჩართული საერთო საკლასო პროცესში. სხვა დიანა მკითხვა ის ძირითადი ეტაპები როგორ უნდა ჩაირიცხოს. მადლობა. ნესტან თქვენ შემთხვევაში უკვე იმასაკის არის თქვენი შვილი, რომ ეს თქვა რეალურად გამოიარა ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის თუ დანერგვის რაღაც მთელი რიგი ეტაპები, ალბათ რაც სკოლაში მიმდინარეობდა ეტაპობრივად ხო თქვენთან და რა გამოწვევებია ხოლმე მაღალ კლასში, როდესაც გადადის უკვე ბავშვი, ამ კუთხით იქნებ გითხრათ, რისთვის უნდა ვიყოს მზად, რა გამოწვევებს აწყდება თამარი, ხო, საინტერესო იქნება, რომ იქნებ მშობლებიც მოემზადონ ამ პერიოდისთვის. მოგახსენებთ დიანა, მართლაც ვინაიდან უკვე მე-10 კლასში რო ვართ, ჩვენ უფრო რთული გზის გავლა მოგვიწია. გავიარეთ თითქმის ყველა ის ეტაპი, რაც ამ 10 წლის მანძილზე განათლების სისტემამ გამოიარა ინკლუზიური განათლების კუთხით. დავრეგისტრირდით ყველაზე დიდ მრავალფეროვან სკოლაში, სადაც სამწუხაროდ ზოგი მშობელი მიუხედავად იმისა, რომ ტერიტორიულად ახლოს არის, თავს არიდებს ესეთ მრავალრიცხოვან სკოლებს და შორს მიყავთ ბავშვები და მე პირიქით და რაც შეეხება თამარის შევიდა სკოლაში, მაშინ არ იყო სპეცმასწავლებელი, სადაც მე-3 კლასში შემოვიდა მასთან, მე მიწევდა კლასში ყოფნა და რაც არის ძალიან დამანგრეველი მშობლისთვის, ძალიან რთული ფსიქოლოგებს ვაკავშირებდი მასწავლებლებს, მათ გარჩევები მომქონდა, ვასაუბრებდი და დაწყებითი ძალიან რთული გადავიარეთ, მაგრამ მაღალ კლასებში ახალი გამოწვევა, ახალი საგნები, მასწავლებლების რაოდენობა ესეც გამოწვევა იყო. რავით, ჩვენ ყოველ ეტაპზე გამოწვევების წინაშე ვართ.
და გახსოვთ თქვენ მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის მე დამეხმარა 2017 წელს სკოლის საგნის მასწავლებლებისთვის ინკლუზიურ განათლებაზე ტრენინგი ჩაგვიტარა დირექტორთან შეთანხმებით თანამშრომლობით და მასწავლებლები როგორ დამხვდნენ ახლა ჰქონდათ მზაობა ბევრს ჰქონდა სურვილი ესწავლა ბევრი ახლა ეცნობოდა და მინდა აღვნიშნო ისიც რომ ჩვენ სკოლაში ჩვენ ვართ პირველი თამარი არის პირველი ბავშვი ამ დიაგნოზით ანუ აუტიზმს ისინიც ჩვენთან ერთად სწავლობდნენ ჩვენთან ერთად გადიან ამ გზაზე ვერ ვიტყვი ყველა ერთნაირად მაგრამ ცდილობენ და ნამდვილად და ამ ონლაინ პირობებში პანდემიის პირობებში ონლაინ სწავლება მოგვიწია პირველი ერთხელ საერთოდ ჩავთე ანუ და ონლაინ სკოლაში პროტესტთან და ხა ჩართული ვართ სკოლას რემონტი უტარდება დაუბრუნებულა სკოლაში ისე ონლაინ წევს და არ მოსწონს თვითონ ეს ფორმატი ბავშვებს კამერები აქვს გამორთული მასწავლებლებს ეხვეწება ხშირად რომ ჩართეთ კამერა მოგეხსენებათ სკოლა განათლებასთან ერთად სოციალიზაციას უწყობს ხელს და ჩვენ შვილებს ეს რაოდენ ჭირდება მას უნდა კლასელებთან ურთიერთობა რამდენად გამოსდის ერთია მაგრამ სურვილი აქვს და ხშირად ისიც ხდება მაღალ კლასებში დიან საათების გადანაწილების გამოათვლის კამერა ეცვლებათ მასწავლებლები აი დავუშვათ შარშან ამ საგანს ასწავლი და სხვა შემოვიდა ბავშვი საერთოდ ჯერ ამ ონლაინ ფორმატში უცხოს რო იღებს შენ ვინ ხარ სად არის ჩემი სწავლებელი აქვს ესეთი შეკითხვები ის რა არის და ეს აუცილებლად გასათვალისწინებელია როდესაც კლასში ყავს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე უნდა იფიქრო იმაზე მასზე როგორ მოქმედებს სულ ახსენებს იმ მასწავლებლებს ადრევისთანაც ქონდა შეხება თუმცა ესეც გადავლახეთ და ხა მე წინ უფრო იმის შიში თუ არა 18 წლის ზემოთ რა იქნება ჩვენთვის როდესაც სკოლას დავამთავრებთ და კიდევ წინ დიდი გზა გველოდება, კიდევ წინ ბრძოლა გველოდება და მე მინდა რომ ჩემმა შვილმა იპოვოს ამ საზოგადოებაში ადგილად, თვითად არ უყვართ განსხვავებულის მიღება, მაგრამ იმედია ყველაფერი კარგად იქნება. მადლობა ნესტან კიდევ უშუალოდ ვისაუბრებ ერთ რაღაც ახალ სიახლეზე თხოვნა მაქვს მარისთან თან შეკითხვა შემოვიდა არ ვიცი მაგრამ ალბათ საუბარი ესე თქვა რომ ჩემს შულს აქვს აუტისტური სპექტრი და რეგისტრაცია როგორ გავიარეთ ალბათ რეგისტრაციაზე საუბარი სკოლაში თუ არ ვიცი რა კუთხით მაგრამ ზოგადად სკოლაში რა ტიპის ასე ვთქვათ თუ ვინ მუშაობს მოდი ასე ვთქვათ სპეციალურ საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებთან იქნებ გითხრათ მოკლედ მარი აი რა სერვისი უნდა ელოდებოდეს სკოლაში მშობელი ვინ შეიძლება მუშაობდეს ასევე დიანა მახსენა ინდივიდუალური ასისტენტი მე მგონი ესეც ვთქვათ შეიძლება ბევრმა მშობელმა არ იცოდეს რას ნიშნავს აი ამაზე მოკლედ რომ გითხრათ სკოლაში რა ხდება ამ თვალსაზრისით რა მოლოდინი უნდა გქონდეს მშობელს და როგორ რა მოითხოვოს მოდი ასე ვთქვათ რომ შესაბამისი სერვისი მიიღოს კი ბატონო ანუ მკითხვა ანუ როგორც მეც გავიგე ანუ სკოლაში რეგისტრაციას ეხება ანუ მე მგონი უკვე პირველი ეტაპი სამწუხაროდ დასრულდა ბავშვების რეგისტრაციის სკოლებში და ზუსტად პირველ ეტაპში მოიაზრებოდნენ შეზღუდული შედეგების მქონე ბავშვების რეგისტრაცია მოიაზრებოდა რეგისტრაცია თუ კი დააგვიანდა ხო დღეს მშობელს ბავშვის დარეგისტრირება მე მას ვურჩევდი რომ ხვალ უკვე შაბათია ორ შაბათს მიმართოს განათლების სამინისტროს განცხადებით რომ თქვათ რაღაც მიზეზების გამო ვერ მოხდა მისი შვილის ესე ონლაინ დარეგისტრირება და თუ შეიძლება რომ ახლა დაარეგისტრირონ იმიტომ რომ მეორე და მესამე ეტაპზე იმდენად სწრაფად ივსება თქვათ ადგილების რაოდენობა შეიძლება იმ კონკრეტულ სკოლაში ვერ მოხდეს მისი შვილი სადაც უნდა მიყვანა ამიტომ ვურჩევ რომ ორ შაბათს რომ მიმართოს განათლების სამინისტროს თხოვნით რომ ბავშვის რეგისტრაცია მოხდეს ახლა პირველ ეტაპზე რაც შეეხება სერვისებს სკოლაში, მას შემდეგ რაც მულტიდისციპლინური გუნდი მიანიჭებს ბავშვს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსს, მას უკვე შეუძლია მოითხოვოს
შემდეგი სახის სერვისები სკოლაში. ეს არის სპეცმასწავლებლის სერვისი, არის ფსიქოლოგის სერვისი და არის ინდივიდუალური ასისტენტის სერვისი. იმ ბავშვებს, ვისაც აქვს აუტიზმი, ან თქვათ, აქვს სხვა დიაგნოზი და ამ დიაგნოზიდან გამომდინარე ქცევითი სირთულეები, მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დროს მას დასკვნაში ეწერება, რომ მას სჭირდება ინდივიდუალური ასისტენტი. როდესაც ესეთი ჩანაწერი არსებობს ამ დასკვნაში, მშობელს უფრო, ესე ვთქვათ, გზახსნილი აქვს და უფრო მარტივად ითხოვს სკოლისგან ამ ასისტენტის დანიშვნას და სკოლასაც, ესე ვთქვათ, სხვა გზა არ რჩება, რადგანაც ეს დასკვნა არსებობს და შემდეგ ისიც აცხადებს, ესე ვთქვათ, ვაკანსიას, ხდება შერჩევა, ანუ გასაუბრება ასისტენტის კანდიდატებთან და მშობლის ჩართულობაც არის აქ შესაძლებელი, რომ თქვათ მშობელმაც გამოხატოს თავისი აზრი ამ შერჩევის პროცესში და შემდეგ მოხდეს ამ ადამიანის დანიშვნა როგორც მისი შვილის ასისტენტი. აი ეს მომსახურებებია დღესდღეობით სკოლაში და ვფიქრობ, რომ არ არის ცოტა სერვისები, საკმაოდ კარგი და საჭირო სერვისებია. ამ კუთხით ეს შემიძლია ვთქვა. მარი, ერთი შეკითხვა იყო მაინც რომ დავაზუსტოთ, რომ ეს ასისტენტი სკოლის დამთავრებამდე მიხვდებაო ჩემში. რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა. და კითხვა ალბათ მეორე ეტაპზე მოვახერხებთ თუ არა დარეგისტრირებას, როგორც ჩანს იმავე სკოლაში უფროსი შვილი სწავლობს ტიპური განვითარების და თქვათ როგორც თქვენი მოწოდება იყო, რაც შეიძლება მალე რეალურად უნდა მიმართოთ სამინისტროს რომ მოხდეს როგორც თუ მისი უფროსი შვილი იმ სკოლაში სწავლობს, მით უმეტეს სამინისტრომ უნდა შეუწყოს ხელი და დაარეგისტრიროს. ძალიან კარგი, აი ბოლო ყველაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ჩემი აზრით ნაწილი იმისა, რაზედაც დასაწყისში ქრისტემ უკვე ისაუბრა და აღნიშნა, რომ 2022 წლის მესიჯი არისო, ხო, ინკლუზიის ხელშეწყობა სამუშაო ადგილებს და ამ კუთხით თქვით, რომ რეალურად საქართველოში არ გვაქვს რაღაც არც ამასაკის ადამიანები გამოცდილება რაღაც მათ პრაქტიკაზე რომ ვისაუბროთ როგორ ხდება, თუმცა ვიდრე ვისაუბროთ უშუალოდ დასაქმებაზე, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის ალბათ ეს არის ტრანზიციის ხელშეწყობა და საუბარი არის აუტისტური სპექტრის მქონე პირებისთვის პროფესიულ განათლებაში ტრანზიციაზე და ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი, რითაც უნდა მოხდეს უკვე საუბარი და მსჯელობა დასაქმებაზე. ამ მხრივ რეალურად მინდა მარის თხოვო, რომ ორგანიზაცია ოჯახების დისკრიმინაციის წინააღმდეგ შეიმუშავა ვიცი ერთ-ერთი ასე ვთქვათ გაიდლაინი, რაც ხელს შეუწყობს ბავშვებს ტრანზიციის პროცესში ცოტა უფრო მეტი რო გითხრათ, რა ტიპის გაიდლაინია, რა საგზეა გათვლილი, როგორ საიდან იწყება, იმიტომ რომ ესეც ალბათ უკვე სკოლის სივრცეში მოხდება, ხო, ამის დანერგვა ნელ-ნელა, რაც საინტერესო შეიძლება აღმოჩნდეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი და ესე ვთქვათ, სარეკომენდაციო ტიპის დოკუმენტი იქნება, ხო, ასეა ეს, რომ რაც დამატებით სერვისს მოიტანს სკოლაში, ბუნებრივია და აუცილებელი წინაპირობა 2022 წლის მესიჯისთვის საზოგადოებაში რეალურად და იქნებ ამ გაიდლაინზე გვესაუბროთ მარე. კი, ზუსტად რთული იყო ამ გაიდლაინს არა სამკვლევის შექმნა და ძალიან ამაყივა, რომ ჩვენ შევძელით მართლა ძალიან კარგი სამკვლევის შექმნა, რა თქმა უნდა, ექსპერტების ჩართულობით. ძალიან მოკლედ რო ვთქვა, მშობლის, ასე ვთქვათ, გადმოსახედიდან დანახული ამ გაიდლაინში, როგორ ვხედავ მე ზოგადად აუტიზმის მქონე ბავშვებს და პირებს, არის შემდეგი, რომ სკოლას ეკისრება ძალიან დიდი როლი, როგორც გამშვებ დაწესებულებას და შემდეგი როლი ეკისრება უკვე პროფესიულ სასწავლებლებს, როგორც მიმღებ დაწესებულებას. ყველაზე დიდი როლი მაინც არის სკოლის. იმიტომ რომ სკოლამ ძალიან ბევრი უნდა იმუშაოს, რომ აუტიზმის მქონე ბავშვების, ესე რომ ვთქვათ, ინტერესების გამომჟღავნება მოახდინოს. ანუ რა აინტერესებს აუტიზმის მქონე მოსწავლეს, რომელი პროფესია აინტერესებს, რომ შემდეგ მოხდეს უკვე მუშაობა, რომ დაინტერესება უფრო გაფართოვდეს და უკვე უშუალოდ ადგილზე მოხდეს ბავშვის მიყვანა და იქ აი ესე პირისპირ იმ პროფესიების ნახვა, რასაც ჩვენ მას ვთავაზობთ. მაგრამ იმისათვის, რომ სკოლამ ეს ყველაფერი გააკეთოს,
დღესდღეობით სკოლა ამისთვის არ არის მზად. აი ეს გზამკვლევი რო არ დარჩეს უბრალოდ დაწერილ დოკუმენტად, რომელსაც ჩვენ თავად შემოვდებთ, მნიშვნელოვანია, რომ განათლების სამინისტრომ და პროფესიული განათლების სააგენტომ ხელი შეუწყობს იმ სერვისების შექმნას, რომელიც შემდეგ სკოლაში დაინერგება და ეს არის რა? ანუ გზამკვლევის მიხედვით დიდი როლი ეკისრება ამ პროცესში სპეციალურ მასწავლებლებს. მაგრამ იქიდან გამომდინარე, დღესდღეობით თუ გადავხედავთ ჩვენ სპეცმასწავლებლების საქმიანობას, საკმაოდ დატვირთულები არიან ისინი. შევეხები მათ ანაზღაურებასაც, არ არის მათი ანაზღაურება ჩემი აზრით ღირსეული და იმ შრომის შესაფერისი, რასაც ისინი, ანუ ესე ვთქვათ, უწევენ სსმ მოსწავლეებს სკოლაში. ამიტომ მნიშვნელოვანი იქნება, რომ დაფინანსება გაიზარდოს და მოხდეს ახალი სპეცმასწავლებლების, ესე ვთქვათ, შერჩევა, ვინც უშუალოდ იმუშავებს აუტიზმის მქონე ბავშვებთან სკოლაში, აი ამ კუთხით. ჩვენ როგორც ვიცით, აქ მშობლები ვართ და ჩვენზე კარგად ეს არავინ არ იცის, ადვილი არ არის, ხო, აუტიზმის მქონე ბავშვს რაღაცა ინტერესი, ესე ვთქვათ, გაუჩინო რაღაცის მიმართ, ან ერთი ანახო და აუხსნა რაღაც წაუკითხო და ის ამით დაინტერესდეს. ამას შეიძლება დაჭირდეს წლები. და ეს ყველაფერი უნდა გაკეთდეს ძალიან დიდი სიფრთხილით, რომ არ გამოიწვიოს, ესე ვთქვათ, არ უნდა გადავამლაშოთ, რომ პირიქით ბავშვის გაღიზიანება არ გამოიწვიოს და საერთოდ მერე არაფერი აღარ გამოვიდეს ამ ყველაფრისგან. ამიტომ, რადგანაც მე ვახსენე, რომ წლები შეიძლება დაჭირდეს ამ პროცესს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი მომზადება ბავშვის დაიწყოს პატარა ასაკიდან და არა ვთქვათ იმ ასაკიდან, როდესაც 9 კლასს დაამთავრებს. 9 კლასის შემდეგ შეუძლია ბავშვს, რომ ვთქვათ, პროფესიულ სასწავლებელში გააგრძელოს სწავლა, ასევე შეუძლია სკოლის დამთავრების შემდეგ. ამიტომ ჩვენ არ უნდა დაველოდოთ ამ ასაკს და 12 წლის ასაკიდან უკვე უნდა დაიწყოს სკოლა, მუშაობა ამ ყველაფერზე. და უნდა მოხდეს შესაბამისად, როდესაც მოხდება ამ ინტერესების გამომჟღავნება, დაგეგმა ვიზიტების იმ კონკრეტულ პროფესიულ სასწავლებელში, სადაც გვინდა რომ ჩვენმა შვილმა იყოს ეს განათლება. ცალკე თემა როგორ უნდა დახვდეს პროფესიული სასწავლებელი მომზადებული. ანუ ჩვენ პილოტირებას მოვახდინეთ, 2 ბავშვი იყო ჩართული პილოტირების პროცესში, ერთი იყო 13 წლის, არის 13 წლის და მეორე უკვე სკოლა დაამთავრა, 18 წლის არის. ანუ ჩვენ პროფესიულმა სასწავლებელმა გადმოგვიგზავნა, ესე ვთქვათ, ვიდეო გზამკვლევი თვითონ შენობის შესახებ, რომ წარმოდგენა წინასწარი ინფორმაცია ქონოდათ ბავშვებს, სად მიდიოდნენ, იქ ვთქვათ, როგორი გარემო დახვდებოდა და ცალკე ნაჩვენებული იყო, ესე ვთქვათ, პროფესიები, ვთქვათ, როგორ ამზადებდა მზარეული საჭმელს, ვთქვათ, სტილისტი ჭრიდათ მას, რაც მუშაობდა ტიხრულ მინანქარზე. ერთ-ერთი იყო ჩემი შვილის ჩართული ამ პილოტირების პროცესში და როდესაც ეს ვიდეოები ვაჩვენე, ძალიან დაინტერესდა სტილისტმა. თუმცა, როდესაც ადგილზე მივედით ჩვენ პროფესიულ სასწავლებელში, უფრო მეტი ინტერესი გამოიჩინა ტიხრული მინანქრის მიმართ. იმდენად დაინტერესდა, რომ მან სურვილი გამოთქვა, რომ აი ამ პროცესში მიიღო მონაწილეობა და ჰქონდა მცდელობა, რომ იქ რაღაც გაეკეთებინა ამ კუთხით. ანუ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ პირველად მივხვავს და უბრალოდ ვაჩვენებთ ჩვენ ბავშვს იქ გარემოს და ვაკვირდებით რამე ინტერესი იჩენს თუ არა. ეს არის პირველი გადადგმული ნაბიჯი. მე როგორც ხედავ ჩემი ერთი მშობლის განმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ მაინც ანუ უნდა მივცეთ დრო ამ პირველი ვიზიტის შემდეგ, რომ ბავშვი არ იმას ვქოთ ესე დაუტყვირთოთ ამ ერთი და იგივე ინფორმაციით და რაღაც დროის შემდეგ კიდევ გავაგრძელოთ ეს მუშაობა და ესე ვთქვათ, მოვახდინოთ კიდევ მეორე ვიზიტი ამ პროფესიულ სასწავლებელში. იმიტომ შეიძლება პირველ ჯერზე ტიხრული მინანქარით დაინტერესდა, მეორე თმისვლის დროს შეიძლება კიდევ სხვა რაღაცის მიმართ გამოიჩინოს ვიზიტი. ამიტომ ეს არის საკმაოდ მუშა პროცესი და ხანგრძლივი პროცესი და ალბათ დამეთანხმებით, რომ რაც მე ვისაუბრე, ამას აუცილებლად დაჭირდება ესე ვთქვათ, ზემოდან დახმარება და შესაბამისი სერვისების დანერგვა, რომ არ მივანდოთ, ანუ არ
ესე ვთქვათ, მშობლებს და მასწავლებლებს არ შევატყუოთ ეს ყველაფერი, როგორც ვთქვათ, ხშირ შემთხვევაში ხდება ხოლმე და მშობლები და მასწავლებლები ჩვენც არ ვიცით, მშობლები არ ვართ სპეციალისტები, მასწავლებლებს არ აქვთ გამოცდილება და სულ რაღაც ექსპერიმენტებს ვატარებთ ხოლმე და არ მინდა რომ აქაც რაღაც ეს ექსპერიმენტები გაგრძელდეს, ამიტომ აუცილებლად უნდა იყვნენ აქ ჩართული პროფესიონალები და სფეროს სპეციალისტები, რომ აი რა პატარა შეცდომის დაშვებაც რო არ მოხდეს, რომ აი ეს ყველაფერი არ ჩავყაროთ წყალში და რეალურად ბავშვები დავაინტერესოთ, მათ შეიძინონ პროფესია და შემდეგ ისინი დავასაქმოთ. რაც არის წლევანდელი წლის მესიჯი. და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფრისთვის ისეთი ბრძოლა არ დაგჭირდება, როგორც თავის დროზე თბილისის მერიასთან მქონდა ხოლმე და ვფიქრობ, რომ უმტკივნეულოდ და სტრესის გარეშე მოგვარდება ეს ყველაფერი და ეს ბავშვები მიიღებენ მართლა ღირსეულ სერვისებს, ღირსეულ პროფესიას და ღირსეულ დასაქმებას, რაც აუცილებლად არის მათი დამოუკიდებელი ცხოვრების ასე ვთქვათ, მაღალი ხარისხი. ეს არის ისე ვთქვათ, ჩემი ოცნება და ალბათ ყველა მშობლის და იმედია მალე აგვიშვება. მადლობა. ერთი კომენტარი იყო, რომ რაღაც 18 წლისევით არა გვაქვს ხო არაფერი და რაღაცა მთელი ეს ჩვენი დიალოგი დღევანდელი დღის არის სერვისები, ხარისხი, როგორ რა ვითარდება, რომ შევაჯამოთ დღევანდელი დღე აი გარეთ თვალით როგორც ხედავთ რეალურად. პირველ რიგში ძალიან დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით დღეს ყოფნა. არა ხართ მარტო მშობლები, ყველამ ისაუბრეთ თქვენს უნიკალურ გამოცდილებაზე და თქვენს უდიდეს წვლილზე ამ სამოქალაქო სექტორში, თქვენს ჩართულობაზე და თქვენს წვლილზე ზოგადად სერვისების განვითარების მხრივ. თქვენს რეგიონში არიცი ძალიან დიდ შრომას დებთ იმისთვის, რომ სხვებს გაუყვალოთ გზა და ამისთვის ნამდვილად ქეთს ვიხრი თითოეულ თქვენთაგანის წინაშე და ხართ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც რგავენ ხებს და იციან, რომ მათ ჩრდილ ქვეშ ხშირად მათ არასდროს არ მოუწევთ გაჩერება და არც მის შვილებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც არ ჩერდებით. ამიტომ დიდი მადლობა თქვენ, რომ ზრუნავთ იმ სერვისების განვითარებას და იმ სერვისის ხარისხზედაც კი ფიქრობთ, რომლის სერვისაც თქვენი შვილი უკვე აღარ სარგებლობს, ან აღარ ისარგებლებს, მაგრამ არასდროს არ იხევთ უკან. და ეს არის სწორედ რაც ცვლის გარემოს, რაც ავითარებს სერვისს და ამ ყველაფრის უკან ბავშვების შემთხვევაში მშობლები ვდგავართ. დიდი მადლობა დღევანდელი ჩართვისთვის. დარწმუნებული ვარ თქვენს რეგიონში თუ კი მშობელს დაჭირდება მხარდაჭერა, დახმარება, ალბათ საშუალება ექნება თუ უშუალოდაც დაგიკავშირდნენ, შეგეხმიანონ, იმიტომ რომ ადგილზე თქვენ ხართ ის უდიდესი ძალა, რაც აძლიერებს სხვა მშობლებს. დიდი მადლობა და იმედი გვაქვს, რომ ზუსტად ხვალ 2 აპრილს რეალურად შევხედავთ წლების მერე შედეგს თუ იმ მესიჯებზე, რაც იყო წლევანდელი წლის მესიჯი, დასაქმების თვალსაზრისით და ყველა ჩვენი შვილი იქნება რეალიზებული და ხელშეწყობილი იქნება მისი დამოუკიდებელი ცხოვრებაც ნამდვილად. დიდი მადლობა. მადლობა თქვენ. მადლობა დიანა და მინდა ვთქვა, რომ დღეს არის გიგი სიჭინოას გამოფენას გახსნიდი აუტისტი მხატვარი ბიჭი დადიანების ნიკოსეუს სასახლეში იხსნება. ამ დღეებში აუცილებლად წავალთ მე და ჩემი შვილი და ბევრი კიდე გრძელდება რამოდენიმე დღე და ესეთი მაგალითები ჩვენ გვაძლიერებს, გვაიმედებს და ყველას წარმატებებს გისურვებთ. მადლობა ყველას. მადლობა.